გველოდებით მონაწილეებს. ბასილევს შემოვიდა. ბასილევს როგორ ახარ? დოლჩე თამაშობს? ციგადა შემოვიდა. Hi. როგორ ახარ? ველოდებით ფინალისტებს. Ritual done, baby. Opa. სიკადა, რა ხდება, მუკერ, ბარიო, სალამი, სიკადა. სალამი, გოგარდაგან, next-ი არ დამიზახოთ ასე რაც გინდა. ონთი თაკარი დაიმატა ეს ჯანკში? აი ეს პრევენ დამატებს თვითონ. ყველას იწყება. იწყება მეგობრებო Grand Finals. Background-ში მუსიკით გვილამაზებენ საღამოს. Super Chico და ბიძა ჩემი. დავაი, გავსტარტოთ, მოვიხოდოთ. კაი, მოკლედ ველოდებით. რენის ტიმი versus Dolce. არ ვიცი. კუშინი მოიგო. იმან წააგო რა ქვია, JD-იმ და წააგო. არ მახსოვს მეორე ტიმს რა ერქვა. ხო? Georgian Wolf-თან? ბარო. Subscribe შემოუშ. Freeman დაამატებს თვითონ ბრო. სალამი. მოცა. რა? გამოშვება იმიტომ რომ ეს რა ლუკა მამაზია. ეხა ეს ჩაირთვება და გამოშვება ლაიქებს ეს და წამოვიდა. ახალ დაწყებული? კი, აი, სულ ახალ დაწყებული მაქვს, ბრო. 4 წუთის. პარტლაკავს რენს? Nice. რა საინტერესოა. voice კომები უნდა იდებოდეს ხოლმე. არა? ჩემპიონატების ბოლოს დებენ ხოლმე voice comms. ან ერთმანეთს როგორ ლაპარაკობდნენ, რა სამბობდნენ, რა იყვნენ, როგორ იყვნენ. მადლობა სასარა. ესე გვაკლია რენსინერი და ვინ? Dolce versus Rensineri. Dolce versus Rensineri, ja? დამფოლოთ მეგობრებო, სასორა მადლობა ვარდისთვის. Let's go. Robert Petriashvili. Ha!
ასე იგი ველოდებით Reigns და ველოდებით კიდევ ის. ნენო დაიწყება ტურნირი, სად არის ხალხი? სად არის ხალხი? გამოჩნდებიან. რენის ვაგებს. ბოლოში მოდის ხოლმე? კაკაში და ის რომ მოდიან ბოლოში. სასკე. Epic entrance. Epic entrance. Joint. დაიწერა Reigns in a joint. წავიდა, მაგრამ ერთხელ რადგან შევოლე მერე ძალიან მიყოლებით მარტივად წავაწეს რა. სად არის ხალხი ხო? შემოვიდა. შემოდით მეგობრებო, აღარ გავწევთ, თორე შეიძლება დიდხანს გააგრძელდეს ეს ჩვენ ჩემპიონატი. მე არ უშვებ სინამდვილეში? უნდა შევისვას აუცილებლად რომ გავუშვა. უნდა შევისვას რომ გავუშვა. კირთა, შენ როგორ ხარ, bro? კაი, ვისვალოდებით. Reign wanted აკარ ციკა და Stiplemeister. ვინ არის მეხუთე? Diamond 1 კაი ამბავია გილოცავ, bro. Mobile Legends, nice. რატო, bro? სად დაკარგეთ რაღაცა მენტალურად? სადღაც დაკარგეთ. ხალხიც იკრიბება ნენელა. ერთი კაცი აკლიათ როგორ რედი როგორ. გადავაბა. კი, სამამდე იქნება თამაში და არა სამი თამაში, bro. კაი, გახურდება ნენელა. მეხუთე საბსკი არის? ფინალია, yes, grand finals, bro. Grand finale. მაიცაეთ. როგორ წერება, აბა? როგორც იქნა გამოცოცხლა ნენელა სტრიმი. გიორგი, მადლობა, bro. უზარმაზარი გიფტისთვის, game controller. Very nice. მადლობა. ნახე რამ ხელს სიყვარული მოდის სტრიმიდან ვასილევს. Yes, ფინალია. Final, ალბათ ესე დავწერა. კიდევ ერთი უზარმაზარის გიორგი ჭანია, მადლობა გიორგი ჭანია, bro, გაფოლოებ ეგრევე უკან ჩვენი დღევანდელი სტრიმის სპონსორი მეგობრებო გიორგი ჭანია.
მადლობა bro. გუშინ დავლიე? რა თქმა უნდა. ერთი ადამიანი გვაკლია, ვინ არის? ვინ დარჩა? ვინ არის მეხუთე? ვასილევს შენ ხარ? მოდერი, შეგიძლია ნახო ვინები არიანი? Discord-ში. Legends name. ჰირო შემოვაგვარი ფერტკვირაში დაახლოებით. ო, კორგი, კაი, bro, ძალიან დიდი მადლობა. სერიოზული სტრიმები, სერიოზული გიფტები, მადლობა, bro. ვიწყებ ნენელა. ვინ არის მეხუთე? უპირობო დღევანდელი სტრიმის საფინალის სპონსორი როგორც იქნა ლაშა როსებაშვილი მადლობა ლაშა bro follows-თვის მინატოს profile picture გიგენია respect ეგრევე let's go QB აჰა როგორც იქნა ვაჟექს მადლობა bro legends never die შემოდის მამული აი, ველოდებით მეათე ადამიანს. იწყება მეგობრებო. ოჰო! რა გავმაზე. ვიწყებ მეგობრებო. ფინალის პირველ თამაშს. ჰაჰა, გიორგი bro. Let the money rain. ვაიმე რამხელა გიფტებია ეს? ბასილევს ნახე რამხელა გიფტებია. საიდან bro ეს რაღაცა უზარმაზარი გიფტები დიდი მადლობა გიორგი აჰა მოვიხოდეთ როგორც იქნება let's go წავიდა let the money rain მეგობრებო სანახავ ფინალს გისურვებთ აბარა let's go ესე წავიდა მარცხენა მხარეს blue team versus red team ესე იგი Reigns team versus მეორე team-ის კაპიტანი ვინ არის ზუსტად არ ვიცი თუ მეტყვით და შემახსენებთ მაგარი იქნება Dolce Reign versus Dolce ო რაღაც დრაკონი დაიგიფტა რა სიძახი გიორგი ოჰო ძველი სტრიმები გამახსენდა მაგრამ ძველ სტრიმებზე ბევრი ადამიანი გვიგიფტავდა ამდენს ახლა კი ერთადერთი ადამიანმა და უბრალოდ ასე ვთქვათ დააფინანსა მთელი ჩვენი ფინალ სტრიმის მადლობა bro მადლობა გონცხვენია ამდენი გიფტებისთვის დრაკონი let's go კარგად თქვენ როგორ ხართ მეგობრებო ეგ დავაწეროთ აქ Rain ეს დავწერა პედავე ესე ეგარ ესე იგი აი აქ სტატები უკვე დაიდო ო მადლობა ლუკა მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ უგმესი მადლობა ლუკა გიფტისთვის bro
სასორა გიუკიდევ ერთი დიდი გიფტი რა ხდება მეგობრებო დაუპინასი დამთავრდა წამოვედი სამსახურიდან всё let's go ესე თუ გააგზავნა მე მგონი всё ეგ იქნება ძალიან დიდი მადლობა bro მეგობრებო დააფოლოთ მადლობა გადავხედეთ გიორგი ჭანიას დღეს ძალიან დიდი გიფტების სერია გამოუშვა რომელმაც რავია ესე ამდენი გიფტი ერთდროულად ჯამშიდაც კი ძალიან ხანი არ შემოგვსვლია ესე იგი წავიდა ბანები ესე იგი მარჯვენა მხარეს ერთიმა დაბანა კორკი რაც ძალიან მეტაში არის ყველა მოიცით წამოვიდა არტოქსის ბანი ვოლბიერის ბანი მარცხენა მხარეს არის ორნი სპანი ზაპორტას გამოიყენა ტოპსაც გამოიყენა არჩეულ ფლექს პიკი არის დაიბანა ორნი და დაიბანა რა თქმა უნდა შეუჩერებელი ოლაფი მისი ულტი მართლაც რომ შეუჩერებელია პირდაპირ unstoppable let's go შემდეგ დაიბანა ეზრიელი ჯოჯოხეთის ჩემპიონი რომელიც დაჭერაც საკმაოდ რთული არის და კარგად თამაშობს ალბათ ორივე AD carry აირჩიეს ვარუსი ყველა სიტუაციაში კარგი არის აქვს არჩეული რეინჯი შეუძლია მარტო იდგეს ლეინზე შეუძლია ძალიან მაგარი სისი გააკეთოს და არა მხოლოდ რაღაც ერთ ჩემპიონზე ამჩელო ბერზეც გადავიდეს ამ ჩვენიერი პიკი არის blind pick-ში არჩეულად გამოდგება მორდერკაიზერი მეორე მხარეს მორდერკაიზერი უკვე რამდენჯერმე ვნახეთ სხვა შორის ტურნირზე და არ მეგონა ეგეთ პოპულარული თუ იქნებოდა წმინდა უღრმესი მადლობა bro გიფტებისთვის let's go ვაგზავნეთ ნამის პიკი ყველა მიცით რომ ინჩანტერებიდან ძირითადად თუ ვინმეს თუ რამეს ირჩევენ ტურნირზე ეს არის ნამი ხო ირჩევენ ძირითადად ტანკებს და ნამის სხვა არაფერი წავიდა ესე იგი თვითაკარი მითხარით რომ იცის რომ არ შეიძლება გთხოვთ არ დამარესტარტებინოთ არ შეიძლება არჩევ მაგრამ ეტყვიან უეჭველი გვაბეითებს არ შეიძლება ნოქტურნის აღება და ალისტარი ყველა მიცით რომ დაიბახა კიდევაც ამ პატჩი შეხოთ ვარუსთან ერთად რამდენად ძლიერი იქნება yes ტურნირის ფინალი არის მეგობრებო გთხოვთ გამოვშვით ლაიქები და ფოლოუები გიფტები იმდენი მივიღეთ რომ ვერ გაგთხოვთ ვერაფერს თუმცა თუ გამოვშვით რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიამოვნებითა და მადლიერებით მივიღებ აჰა წავიდე მეორე მხრიდან ის ფლექსაობა რაიზის მაგრამ ყველა მიცით რომ რაის არ ეხება იმიტომ რომ დარესტარტება მოგვიწევს მადლობა bro მადლობა ლევან ესე იგი აურელიონ სოლი რენსინერის აურელიონ სოლს ვიყავთ მეგობრებო მარცხენა მხარეს მადლობა ლევან მადლობა გიფტისთვის ესე იგი რაის ტყუილ დაფლექსავებენ რაის აღება არ შეიძლება ამ ტურნირზე რაიზის და ნოქტურნის აღება არ შეიძლება მაგრამ ბოლოს გამოსულები არიან და ეგრე არ მოსულა რა რაღაც ეგეთი წესი არის და ხშირად ხდება ხოლმე ლოლის თუ Wildrift-ის ოფიციალურ ჩემპიონატებზეც გაი გავაგზავნოთ მორგანას პიკი overpowered yes overpowered არის ჯერ დაბალანსებული არ არის მაგრამ მეტაში სადღაც ჩამჯდარი არა მეტას თავზე დგას ხშირ შემთხვევაში ამიტომ იბანება მორგანა წავიდა ესე იგი AD carry support და mid laner-ი არჩეულია blue team-ის მხარეს red team-ის მხარეს სავარაუდოდ top laner-ი support და mid laner-ი არჩეულია ესე იგი დარჩა AD carry და jungle მორდეკაიზე შეიძლება jungle-იც იყოს სხვათა შორის მორგანა შეიძლება jungle-ს კარგი flex pick-ები აქვს აშკარად red team-ს blue team-ს არ აქვს flex pick-ები აი ცალსახად არა flex pick-ები აქვს blue team-ს პირდაპირ gift-ებზე არა ამ ჩემპიონატზე არ არის bro ამ ჩემპიონატზე არ არის რადგან მე არ ვატარებ ამიტომ მე ჩართავზე გიფტები ვერ ავიღე ამ ჩემპიონატს მაგრამ ალისტარი კარგი სანახაობა იქნება yes this is you I think it's European server ცოტა ინგლისური ჯავთეთ თამაში რაღაც გავამარჯვეთ მე ხვდები მე-6 კლასის რაღაც ასწავლი ინგლისურები B1 C1 წავიდა Vice ესე იგი შემდეგი ბანების სერია Vi Jaxi და მეორე ხარისხს ხედავთ უკონგის ბანს და შევხედოთ ალბათ სუბოლო ბანს რომელიც დიდი ალბათობით AD carry-ზე უნდა წავიდეს არ ვიცი საპორტი ყველაფერი აღებულია წავიდეს ზაი yes გავარტყი რა თქმა უნდა ეს ვიტომ თქვენ უნდა თქვი მას თემში გავარტყი და წავიდა ბოლო ორი პიკი და ამით დაიწყება თამაში უკვე ყავს red teams უნდათ კარგი AD carry სამი red teams it's amazing to see Wildrift in the other servers from the sea yeah it's nice yeah follow me so you will be able to see some other games too. This is the grand finals of the Georgian guild. It's in the top 30 guilds at this moment. They're trying to get to top 10, and of course, ultimately they will try to get to the top 1 guild. So please follow. Master Armidis Mordeti Junction. Aha, Jarvanis Piki რომელიც ისე ან ესე ნამი უეჭველი საპორტი არის. მორგანა მიძე ჯანგში, ჯარვანი შეიძლება ტოპზე იყოს,
Morgana midze და მოკლედ შევხედოთ რა. ესე იგი Hekarimის picks ხედავთ მეორე მხარეს. Yeah, almost all of those are sovereign. Almost probably all of the players are sovereign players. So, yeah, it will be a pleasure to watch this. So, stay tuned, follow me and send some likes. ნახეთ რა ინგლისური, ქართული არის მისავარაუდო. მამუს პოპი, ესე იგი ალისტარი, ვარუსი, ბოძე, ტოპზე პოპი, ჯანგში ჰეკარიმი, მიძე, აურელიონ სოლი. ნახოთ რა შემოგთავაზებს სინამდვილეში Red Team-ი, არავინ არ იცის აქ ვინ არის და გამოჩერდა ნახეთი. აჰა. და final pick-ი, რომელიც უნდა იყოს AD carry, ნახავთ აბა რას აიღებს. ესენი კორკი საია. დაუგლია ტრისტანა. ისანა ყველა მიცით რომ ჯოჯო ხეთი ხდება ტრისტანას რეინჯი. მე-13 ლეველის შემდეგ, ამიტომ საერთოდ აქ ლეით თამაშამდე ვიხილავთ ამ ყველაფერს და Blue Team-ი შეეცდება რომ ელიში მოიგოს და დამთავროს თამაში. Cosmic შემოვიდა როგორ ხარ Cosmic Pro? რა ტრისტანა, ხო, აი ძალიან ლეით პიკი არის ტრისტანა, ელიში სუსტი არის, ლეიჩი დიდი დემეჯი არ აქვს, უბრალოდ დიდი რეინჯი აქვს და არის პრინციპში კარგი escape-ი აქვს, შევხედოთ ეს ყველაფერი როგორ წარიმართება. უყოფილოა დასტაკარი და ჩემი აზრით საინტერესო იქნება. Goal-ი კოკა, ეხლა დავდებ goals, დასტაკარ bro, თუ რაიმე საინტერესო ახსნა განმარტებას მოგვაწოდებ, ძალიან საინტერესო იქნება. ყველასთვის გავაჟღერებდი. რატო არის ესეთი ცუდი პიკი ტრისტანა? Goal-ი არის bro. Haha, offensive style, საკამშტობის პოზიცია, საკამშტობის მეგობრებო. 64 სუნი, One Punch Man, შემოვიდა Grand Finals bro, ძალიან კარგი დროს მოხვედი. წავიდა გიფტების მორიგი სერია, წმინდა წინ ვერავინ ვერ აღუდგება, საღო bro. ერთ წამში შეასრულა. იყურებთ კარვიდან. Let's go, გაგვისტრიმე კარავში რა ხდება bro. Live goal-ი თავიდან დაიდეს, ეს ნამდვილად საკმარისი არ იყო, წმინდა ბევრად უფრო ძლიერია, იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე მე მეკონა, ამიტომ ცოტა გავართულოთ გიფტები და ამ ეტაპზე დავდოთ your awesome საყვარელი პატარა ფიზუნეს გიფტი. Let's go. ჩვენ კი იწყება თამაში, ხვდებით რომ ესე იგი ჯანგში არის ჯარვანი, ტოპზე მორდეკაისერი, მიძე მორგანა და ბოძზე ტრისტანა ნამი. ძალიან საინტერესოა ყველაფერი, გოგარტი ვერ გცნობს, უეჭველი, bro, ვერ გცნობ. ვერ გცნობ, როგორ უნდა გიცნო? სკრაქსია. ჰა? სკრაქსია? არ მჯერა, სკრაქსე ხარ? რა სიძახი? არ ვიცოდი, bro. რა მაგარი არის? როგორ უნდა მეცანი, მაგარი არის. Welcome back, bro. ესე იგი, წავიდა პაუზა, ეგრევე გადავცეთ ესტაფეტა ბასილევს. ხოდებით ნელა მუსიკას გამორთავ რა ტელეფონით თამაშობ ხომ ვერ მეტყვი iPhone-ით თამაშობ სალამი iPhone-ით iPhone 13 Pro Max bro iPhone 13 Pro Max მეგობრო თქვენ გველოდებით like-ებს, follow-ებს და gift-ებს გთხოვთ ბოლომდე იყავით აქტიურებით დამეხმარეთ სტრიმის მოხდვაში და რა თქმა უნდა ისე ამოვნეთ ტურნირით let's go ესე იგი 40 წამს ვოლდებ და გავუშვებ მადლობა გიორგი მან შემომიყვანე რომელ თამაში გინდა Keris Wuzam ბრავო დემეტრე bro ეს არის ჩემპიონატის ფინალი ხება შემოიყვან მაგრამ თუ დამაფოლოვებ ან თუ მაფოლოვებ თუ შემოხალხო მე ჩემ ლაივებზე საღამოს ერთად თამაშობთ ხოლმე 5-5-ზე ერთმანეთს ვეთამაშებით ხოლმე მაგარია სკრაქს bro არ ვიცოდი წინაზეც ნახე და წინაზეც იგივე დაწერდა წინაზეც ვერ გიცანი bro არ ვიცოდი უბრალოდ ჩემი სახელი და გვარი let's go draft diff აქ იგებს ვინ რომელი იგებს აქ საინტერესოა ხო არა აურელიონ სოლი დამაუწვა რო ყავთ damage dealer ესე იგი რა ხდება ჩვენს თავს ესე იგი ვადი დაიდე სავარაუდოდ ბოძზე მადლობა დემეტრე follows-ის blue რა თქმა უნდა yes აქ მეც ხედა უკვე გზას მოგებისთვის blues-თვის თიმი ლეიჩი რაღაცებს აკეთებს ალისტარი იქ შეხტება გაიყვანს top lane-ერი გაიყვანს მორდერკაიზერი იმიტომ რომ ძალიან დიდ ტვინის გურკვა იქნება ონთით აკარ შეხტება გაიყვანს არ ვიცი არავინ არ იცის როგორ მიწვდებიან პრესია ძალიან საინტერესო იქნება
არა გასპოილერეთ ეს უბრალოდ ჩემი სპეკულაციები არის ისევ და ისევ სტარტბოლთ ამ ჩემპიონატზე ხედავ შემდეგ სტრატეგიას ბოტლეინი არის მიდლეინზე ბოტლეინი არის მიდლეინზე და მე ან ორივე ერთად არის ან მე ამოყვებიან ხოლმე და აი აქ მორგანამ გაუცვალა ადგილი და ეს ყველაფერი ხდება შემდეგში რისთვის ხდება ეს ყველაფერი ჰაჰა სავარაუდოდ ბრო შენ იქნები რომ ვინ უნდა იყოს სხვა ტოპ 10 კატარი ტოპზე რა ხდება საკმაოდ დიდი ექსჩეინჯი არის თუმცა შეეშნენ ერთმანეთს აშკარად ძლია პოპიმ და უკან დაახევინა დოუჩეს მორდერ კაიზერს ესე იგი რა ხდება მიდზე იქიო ვერცნობ მეგობრებო ვერცნობ როგორ უნდა გიცნოთ ესე იგი საინტერესო ეხლა რა არის აქ აი ტოპზე ისევ საპორტები ავიდნენ ტოპზე რა საინტერესო ნახეთ ეს რატო გაცვალეს მიდი ბოტზე ორი ქერექტერი მიდის მიდლეინზე მიდლეინერი ქვემოთ მიდის და ფარმავს ელიში დიდად არაფრის გამკეთებლები არ არიან ეს მიდლეინერები დახმარება დიდად არ შეუძლიათ მორგანას უფრო ალბათ ვიდრე სოლს მაგრამ მაინც ბოტლეინს უფრო მეტად შეუძლია ამიტომ ბევრად უფრო აქტიურები რომ მიხდნენ და ფოლოუაპი ქონდეს ჯანგლერზე მეტ რაღაცას აკეთებდნენ რუკაზე საინტერესო იყოს ყველაფერი რა კარგად გადეშა მასტერა მაშინ შოქს არ გადეშა გასტანა ამ დაბეითებენ 3 ორდი არაფერი არ გამოხდება მუსიკა გამოვხდა როგორც იქნა და რიფტეს იმშვიდან დაისადგურა 0-0 არის პამპი 100 არის ბალბეს არის აღნიშნავს ეს ისულება პლუს მინუსი ასიც კი შეიძლება არ იყოს შეიძლება უბრალოდ 1-2 იყოს გოლდი ეს სტატისტიკა ასე ნაკლებ სხვაობას არ გვაჩვენებს ამიტომ 1-ით მეტი რო იყოს გაჩვენებს რომ 100-ით მეტი იყოს გონდა აი ასე მეტი რო იყოს გაჩვენებს 100-ია let's go ესე არის კოლებენ სავარაუდოდ აქ უკვე ფინალი არის აქ არ თამაშობ თამაში დაელოდებიან მოწინააღმდეგე კი შეცდომას ბოტზე არის განკი მიადეშა დააბულინგა ოკეი ჯანგლერი დააბულინგა და მონთითაკარი მასტერას ძალიან დიდ სიცოცხლეს ართმევს და სავარაუდოდ ანელებს მის ჯანგლერს ან უბრალოდ რეკოლს ახანგრიებს რაც ერთჯერადი ძალიან არ შეიძლება თქვენ შეიძლება არ უნდა ის ფოლოპი აშკარად დაულებს ორგან ახლა ესე იგი აქ გაუტული აქ მორდე ეს არა გაუტული შედის მორდე ცოტა ხანში ნახოთ აიტემები ჯერ არა თალწე მარტო აფერი ახტება ველდები ტრეიქს რომელიც გამოვა თუ მალე აი ეხლა რა ხდება მოდი ეს ძამი ნახოთ აიტემები და გონცვა აჰა გამოვიდა მადლობა წინდა ბრო ასე მასაი ვიდეო თუ პროსტა ხუმრობა აი აქ ეგრევე განკი ფლეში პოპისგან საინტერესოა აი აქ პოპისა რამდენი ხის აქ გაინტვა იყო მეგობრებო ძალიან დიდი გაინტვა პირველი კილი და გაინტა მასტერამ პოპისთან შესვლა აშკარად მე მგონი უვინს ბრალი არის მასტერზე შესვლა რენჩი არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში მაგრამ რა ამოწია აბა ესე golden short ობზე უკვე დიდი სხვაობა არის 600 გოლდი არის ნახევარი აიტემის მეოთხედი მაინც შეიძლება იგივე მომცეს მოწინააღმდეგესთან როგორც ხედავთ პოპი თითქოს ცდილობს აწილი აწყოს და აწო კიდევაც ძალიან დაეხმარა აქ მასის გაინტვა ეგრევე ხედავთ დავის ბოტ პლეინი რა საინტერესო ცელობა იყო მაგრამ ეს სასახად იგი არის ერთი კი უნდა ვარუსის და არის აჰა არ გოლის ვარუსი უბრალოდ დემეჯი არ იყო ეს იყო ძალიან დიდი გაინტვა რედასისგან რატო გააკეთეს არავინ თუ შეეცადო თავის სპეციალს სადაც მინიონები იყვნენ თუმცა აი აქ ამჯერა და აი აქ მონტიტაკარი უბრალოდ ძალიან დიდ სხვაობას დებს მაგალითად ეს რაღაცა ის სხვაობას დებს ჯანგლერებს შორის შეჯერობით მიდლეინზე არაჩვეულებრივი ეს იყო ეს ყველაფერი საწინააღმდეგო იყო ჰერალდის ეხლა ხედავთ რომ მოდი უკი გაყვანილება მოდი თაკარი კლავს გამოწვიდან აქ შეიძლება მოდი თავისას თუ არ მოკალის სასინელება დაატრიალოს იქ აურენიას სორს გააძევა ფაიტიდან აქ დავმარცხოთ სავარაუდოდ
ჩვეულებრივად კლავენ ოფისას, იმიტომ რომ 80 damage-ი, აიღეს Herald-ი, Drake-ზე არავინ არ აკონტესტებს, ჯერჯერობით არავის, აქ მოკლავენ ავრელი Souls. უბრალოდ ნახევარ-სიცოცხლე შევიდნენ არჩეულს, დაივი მშვენია შეთანხმებული თამაში, ხდება აქ სავარაუდოდ და გადარჩა ინტენსი სიცოცხლე. აი აქ ძალიან ბევრი უცხედავს მეგობრებო თამაში. არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან ბევრი ინტი არის ორივე მხრიდან, ეს დაძაბულობა ფინალის თუ რა ხდება, გამოუძილებლობა არავინ არ იცის. მადლობა წმინდა ბრო გიფტებისთვის, თუმცა ნუ რაც არის ალბათ პირველი თამაში არა და მეორე მესამე თამაშთან ორივე ტიმი გამოსასწრება და უფრო საინტერესო თამაში შემოგთავაზებთ. ეგარა ჩემია აქ ვთქვათ არის რომ გაიხო საბოლოო ობიექტივები რეთქიმ ის გამო რომ overextending გააკეთეს მიდზე, როცა Herald-ი აიღეს, blue teams უბრალოდ დაუთმეს ეს Drake-ი და სხვა არაფერი აქ არ მომხდარა. გოლში სხვაობა blue team-ის სასარგებლოდ არის 3000-იანი დიდი blue team-ის სასარგებლოდ და უბრალოდ ადაივებენ Tower-ის ქვეშ. Red Teams და ეგრე მთავრდება ძირითადად ექშენები. 3000-იანი სხვაობა 7 წუთზე ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მიდის Tower-ი ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული, ამიტომ ალბათ blue team შესაძლოა რომ მიდის მომხდე გაიტანოს. მიუხედავად ნამის საპორტობისა, ალის არის ძალიან დიდი ფარში არის და ხო, აი ზუსტად ალისას არ აქვს. ძალიან მოიხოდა არის ამ ფარში საბედია. აჰა, საინტერესო ჰექსლეში ალისტარისგან დავინახეთ რო ვერაფერი გადააკეთა და ახლა პირდაპირ კედელს. შეიძლება იგი ხო intentional. ისევ სავარაუდოდ ველდებს ობიექტივებს, იქ აისტეკა პოპი თავისი ჰარტსილზე. გამწუხარო. საინტერესო კილი აიღო პოპიმ ერლიში მასტერა მისცემას. თითქოს ნამის რაღაცა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან უცნაურობა გააკეთა რა. და ვიდეო თამაშობთ რა არის უარი ხმარება. აჰა, ნამის ინაფებს გაეხმარება და დისკეტი გააკეთა მოდეზე და აქ მოდე მაინც აქ ბათო მდგომარეობაშია, თუმცა მას თავისი უტი აქვს და თავის ქვეშ გას ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში გასაკეთებ. ქვემოთ მიდზე რაღაც საინტერესო ხდება, გადავინაცვლოთ მიდზე, მოკვდა 1, მოკვდა 2, ცოტა გამოწიოთ, მოკვდა 3, მოკვდა 4, მოკვდება სავარაუდოდ აქ ეიქერით. აუ, გადაუარა ყველას ჰაკარი თავისი და გაუტული არის, ხა მაგიტო ვერ გადის, აქ მოკვდება ნამით და აი აქ ბოლოს მოკლავენ მოდეკაიზე სავარაუდოდ ან clutch moment 3-ით მოდეკაიზე, მაგრამ აულესოს უკვე იმ ხელზე მეტი აქ ეს რენსინერი ყოფილა. რომ არ მგონი აქ რეალურად გაჩეს. აი აქ თუ არ გაინტავენ, უკვე ინტავენ. ერთი გაინტვა უკვე მოხდა, ეს კი ქუშჩანი დაიწერა არისგან. რატო აიყო თავის თავზე პოპინგები, არ უნდა, მაგრამ არ აუშავს მის პლეი, თუმცა უპირატესობა მაინც ლუთინის მხარეს რჩება. აი აქ თიკა და მასკარად გაინტა. მას თავად ფლეში აქვს, ელოდებია რომ გაფლეშავს. არც გადამან გაფლეშა, არც თითქოს გარომა დაფლეშა, მაგრამ ბოლო მომენტში არაჩვეულებრივ მომენტში წიგა და ფლეშავს და გადის თამაშიდან. აჰა, ერმა ფუში ლეინზე, თითქოს Herald-ი დაეტაკა Tower-ს, გეგონებათ იმ ხალხ დემედი არის უკვე გაკეთებული. ბონდი ჯერ მაინც ვერ შედის, თუმცა ეს აბსოლუტურად საკმარისია პრეშერისთვის, აბსოლუტურად საკმარისია პრაიოსთვის. არის შესაბამისად. ეს არის. რენმა ძალიან ნიშნავს მაგ დაუშვა. თუ არც ისე ბეიტი იყო და მიიღო უზარმაზარი შატდაუნი მოდერ კაიზერზე. ეს არანაირად არ აწყობდა Red Teams. Blue Teams რაც დარჩენია, ძირითადად ასაწყობი არის ჰარტსტილი სავარაუდოდ აიწყობა ჰარტსტილი. მოასწრეს პირველი თავის გატანა. შეეწირა ყველაფერი ტოპ ლეინზე შატდაუნის აღებას, თუმცა არ აუშავს. აი აქ სავარაუდოდ მორგანას ვერ მოკლავენ. სულ სადაც მორგანას პოზიციაში წარმოჩენს ეს კვალი. უბრალოდ შილდი ჭირდებოდა Black Shield-ი მორგანას და ეგ საკმარისი იქნებოდა. Let's go. გავგზავნოთ. ალისტარი ჯარვანი. ბორდის მორდეკაიზერი.
5,000-იანი გოლდვიდი უკვე მე-10 წუთზე. ძალიან სწორობა არის. ნონი კარგო რა ხარ ბრო? ესე იგი, Red Team-ის Towers დაეცა ალბათ ტოპზე, შეიძლება ბოტზე უფრო სწორად, ის საორჯერ გავტანიათ. რას ხედავს ჩემი თვალები, დრეიგზე შეიძლება აქ დაიძაბოს სიტუაცია და პოპის არაჩვეულებრივი ავტომატიკი შორიდან, ის პასები დააქტიურებულია, ალისტარი უფრო შევიდეს, ბარუსი ახლოს არ ყავს. აქ ყველა მიცის რომ ალისტარი დიაცაში არა დაფუქებენ, ალისტარს 30-20-25% სიახლოვე ჩამოაკლეს, თუმცა ვიჟენზე თამაშობს ორივე ტიმი. აი აქ დაიკავა პოზიცია Blue Team-მა და მოდერკაიძეს ცდილობენ რაც შეიძლება მალე ბევრი დემეჯი გაუკეთოს მანამ სანამ გუნდში იმას გაიყვანს. ცდილობს რომ მოდემას ბევრი დემეჯი გააკეთოს და უწყალს უკვე გაყვანილი ჰეკარიმი ალბათ? არა, გამოვიდა ჰეკარიმი, ტოპზე რა ამბავი არის. შევიდა პოპი და 4-1 არ პოპი ვერაფერს უშვებიან, მოდა გამოვიდა ულტიდან და თითქმის მდგარი არის, აზრი არ აქვს, შევიდა მონტი თაკარი დაამაშვა. ტოპლეინერად სავარაუდოდ მას არ ყიდებოდა, გადარჩა, გადაურჩა უბრალოდ ალბათ მინუს სიცოცხლით, აი 1 ან 2 health point-ით ტრისტანას ის და აქ თემი გაიგას მეორე ბრეიკი და soul point მეგობრებო, გოლდვიდი გაიზარდა 8,000 გოლზე ალბათ, 5,800 გოლზე ალბათ. მაგზერთ არა გრიგოლია მადლობა ბრო გიფტებისთვის ძალიან დიდი მადლობა. რა ხდება მართლა რენს მართლა ვერავინ ვერ უგებს, ჯერ არავის არც ერთი გემიგონი რენს არ მოუგია. ჯერჯერობით მე რასაც უყურებ არც ერთ ტურნირზე. ჯერჯერობით მე რასაც უყურებ, შეიძლება ასე არასწორი, მაგრამ თვითონ ამასთან მე არც უყურებ ყოველთვის სწორი არის. შევიდა რა ხელად დემეჯი რა საიზღრობა, აი აქ ძალიან გაუჭირდება უყურებთ საკენად ამბაკი. ალბათ შედის ალისტარი და უკრინან კეთება რაღაც უზარმაზარი დემეჯი. დოლჩე ხამას გლებს იწყება საერთოდ აქ ბარონი, არავინ არ იცის სად არის მასტერა, თუმცა მასტერა შეიძლება ეს სავარაუდოდ ეს ბარონს არანაირად არ გასტარტავენ. მეცაც გეტყვით Red Team-ს აქ ვიჟენი, ცოტა ხანში შეიძლება მიხვდნენ რომ Red Team-ის not caring-ით, აი ვიჟენი აქვს, რა not caring-ით შევიდა ტრისტანა და გაინიკა საკმაოდ სერიოზულად. ბეკლაინზე შედის მონტი თაკარი, ამაშოტებს support, ეგეთ მაგალითად არ არის საქმე, flash-ი, dash-ი, smash-ი და გამოდის ჯანგლერი. ციკადას უკვე არ normal damage-ი აქვს თავის. თავის რა ქვია ამას? ვარუსე, Red Team-ს ისევ და ისევ აქვს ვიჟენი ბარონზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, გაიცვალა საპორტი ჯანგლერზე. მიუხედავად ამ გაცვლისა, Blue Team-მა წააგო საბოლოო ჯამში exchange-ი და უბრალოდ გოლში ჩავიდა ხოლმე გაიტანა თავი. 5,000-იანი გოლდვიდი, მეგონა რომ შემცირდა, თუმცა გაიზარდა 5,500-მდე მეგობრებო. Shutdown, გოთი ხოძია ნამის ექსპრესი რა თუ უნდა. ძალიან საინტერესო კითხვა არის. შეიძლება უნდა რომ უნდა და ექსპრესოს და QSOs. არავინ არ იცის რა თუ უნდა. აი მიხვდა Blue Team-ი რო აქ სავარაუდოდ ეკნებოდა ვიჟენი Red Team-ს და წავიდა პრეშერი ბარონს. 5,000-იანი თითქოს 6,000-იანი სხვაობა გოლში საკმაოდ ხდის იმას რომ დააბეიტონ ბარონზე და ებრძოლონ მაქსიმალურად. პოპის ერთად სტრატეგია არის ბოტზე ჩავიდნენ, ეხ დაელოდებიან, პოპისთან მიღად ჩავა და 4-4-ზე დარჩებიან, რაც ბევრად უფრო აწყობთ Blue Team-ს აქ და სასურველია მორდერკაიზერი გაიყვანონ თამაშიდან. მაინც უჩვით დაწყება მორგანას W სასიზღვრობა არის. მაინც ეს არ მოხდა. Two თამაში მიდის აპრეშებენ თვალეთ ბარონს. უბრალოდ ეგ არის და ეგ. აჰა. შვენიერი. ეს უკან რა ხდება? ყვავილები არის უკან. ისეთ თამაშია კოკას ჩაეძინა. აუ, მეც ძალიან დახლილი ვარ დღეს და პასიური თამაშია ნამდვილად. იმედია დაიძაბება ცოტა ბარო MD 22 MD როგორ ხარ ბრო? არაფერი არ ხდება, გოლდვიდი შენარჩუნდა 7,000-ზე ჩამოვიდა კიდევაც მგონი 8,000-ზე იყო. აი აქ დენელა იპყრობს ულტიმი რეტინის ჯანკს.
აჰა, წავიდა engage, როგორც იქნა დაიძაბა ნენელა თამაში backline-ზე შევიდა სხვათა შორის ჯარგო ნოტი მოკლა AD carry ეს არის თეთრი ძალიან დიდი შანსი დაატრიალოს ეს ფაიტი აქ თუ მოკლავენ ალისტარს და სხვა გზა უბრალოდ ყოფილი შემეშალა სხვა გზა არ ექნება დუეტონი მოკლავენ პოპის პოზიციით და ვერ მოკლეს მოკვდა ერთი მოკვდა ორი მოთიაკარი სასწავლებს საკეთებს დაიჭირეს ბავშვი თვითონაც ხვდება რენსინერის თითქმის მკვდარი არის ნახოთ როდის აქტუალურში არ აქვს და მოიგო ეს ფაიტი რეთიმა სალსახად ეს არის comeback მეგობრებო gold lead 6000-მდე შემცირდა ბარონი ეგრევე აქვს ეს თემს როგორც იქ სანახაობა და ნახოთ ბარონის ფერი აი ინკავს ოპერატო შედის არავინ არ იცის ვა ამჯერა რენსინეს წობრალი ამჯერა კიდე გამაიღო ამჯერა ახლა ეს საკანკაით აქ რენსინმა ჩათვალა ალბათ მასტერას არ ქონდა სმაიტი 1000 ბოლომდე რენსინეს დააბეიტეს და მოკლეს ეს პირველად ნახე რენსინეს ესეთი ინთი კი სერიოზული კილი ეს ამხელა აურზაური ხშირ შემთხვევაში იწევა ხოლმე როცა სერიოზულ მოთამაშეს კლავენ და ეგრევე ლეი ჩემპიონი და მისი ჯანი let's go ნახოთ აქ რა მოხდება აქ მესამეზე იქ სოლ პოინტია თიმს მაგრამ არ არის ამ ძად იმიტომ რომ არ ყავს თავიანთი დემესივე მიდლეინერი მისცეს ეს დრეიკი რეთიმს უბრალოდ გოლი გაკეთა რომ დანები თავი let's go let's push the lanes ამ დრეიკის აღება თქვენ არ შეგვიძლია იმიტომ რომ ბარონი აქვს აი აქ ჩატოვდა სავარაუდოდ ალისტარმა გააკეთა ისე რომ არ ჩაეტოვებინა დეიკერი მაინც და რეთიმი აშკარად ბრუნდება თამაში 3000-იან გოლით უკვე არაფერი აღარ არის სოლ პოინტი სოული აღარ ემუქრებათ უთიმი ფიზიკურად ვეღარ აიგებს სოლს და გრძელდება თამაში ბარონი მათ აქვთ let's go ასტანს გაზომოს აი აქ შეიძლება პირველად გიორგი გროლია მადლობა ბრო გიფტებისთვის ძალიან დიდი გიფტია ძალიან დიდი მადლობა ასე იგი რაც ხდება აქ არის რომ შეიძლება რენმა პირველი თამაში წააგოს ბოლო რამდენიმე ჩემპიონატის განმავლობაში აჰა ოკეი so YouTube-ზე დავდე აჰა მადლობა გიფტებისთვის მეგობრებო რეთიმი უკვე ელდერს იგებს გუთიმა არც კი იცის ფლენკს აკეთებს პოპი აქ შეიძლება დრო არ ეხოთ მობილიზაციისთვის თუმცა არა რა მოხდა დაიდეშა გვერდი შემდგარი აი ეს სავარაუდოდ მოიგო რეთიმა პროსე შევლენ და მოიგო თამაშს ყველა მკვდარი ADC საპორტის გარდა აი აქ ფლეში დაიხადე ორი მხრიდან ალისტანის მხრიდანაც ოკეი ეს ტაუერი და აქ ხედავთ სავარაუდოდ აი ჩატოვებენ ალისტარს არა გაუკა ალისტარმა ახლა 27 წამი მაინც არ უნდა გამოდის წაგებულია თამაში გუნდიდან და რენის პირველი წაგება მეგობრებო ტურნირზე ბრავო შევცვალოთ ანგარიში დოლჩე 1 რენსინერ 0 ვაუ რა საინტერესო ეს არის best of 5 გახსენებთ მეგობრებო არ მოველოდით upset რა გიჟობა მახა ოკეი სტატები ნახოთ დავასკრინშოტოთ თან მაგრამ გაუძროლეს რენს სხვა შორის სად მოხდა და რაღაც მომენტში ფაიტი ბარონზე ფაიტი წააგეს რაღაც უდად რაღაც თითქოს რაღაც ეგეთი მოხდა და მაგის მერე მიყვა ყველაფერი აჰა რაღაც მომენტში თელი თამაში ბლუ თიმი იგებდა და აი სუბოლოში მოიგო რედ თიმა რა სიგიჟე არის ნახეთ მეგობრებო ძალიან გიჟობა let's go გავაგზავნოთ ტურნირი მეგობრებო ეგრევე go დრო არ დავხარჯოთ 1-0 დაამატეთ მონტი თაკარი დაამატეთ დოლჩე დაამატეთ რენსინერი ყველანი მაგარ ხოძი არიანო ეგრევე დაბრუნდნენ რიფტზე და გავაგზავნოთ თამაში let's go yes, Cikada AD carry mania. Yes.
ესე იგი ვაგზელებთ ჩემპიონატის ფინალის მეორე თამაშს, მეგობრებო, ვინ მოიგებს ამ თამაში? შეიძლება დაძაბული best of 5 იყოს, არავინ არ იცის. ვაუ, საინტერესო კითხვები არის. ნამდვილად გავუშვათ მუსიკა. რა ხდება მეგობრებო? Go, monti takari go. მეორე მხარეს დაიწერა go. თუ იცი? აჩა. მეორე მხარეს ველოდებით რომ დაიწეროს ready and go და გავუშვებთ. Okay, go. Go. რატომაც არ წერენ და. გავუშვებ, თუ რამე შევხედავთ პიკებში. ნახოთ როგორ თამაში მოგთავაზებს ამჯერ. ეს რა არის 1000-იანი გიფტი. ღმერთო ჩემო, მადლობა bro. მადლობა რამბავია bro. ვით დავიმსახურეთ, გითხარი რამე მოგწერე. გამოგვეხმაურეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გიორგი bro. წამოვიდე ბანები ორნი ვოლიბი არის კორკი შეიძლება ვერ ნახოთ საერთოდ ფინალს გიობერაძე შემოვიდა გიობერაძე როგორ ხარ bro ტრისტანა ვეღარ გააჩერებდნენ დოლცე პლუს თუ ერთად დავიდეთ ძალიან დიდი მადლობა bro ძალიან დიდი მადლობა უთა კაი bro. კაი საკმარისია. ნახე რამდენი გიფტებია ბასილებს. გამდიდრდით, წავედით საგულაო. ძალიან დიდი მადლობა. ისე დაიბანა არტვაქსი ეზრიელი, აქეთ ისევ ოლაფი, კორკი და ესე ისევ ხედავთ ვარა საინტერესო ისე ხედავთ მორდეკარდიან ფიქს აღარ საპირისპირო თიმში აღარ აძლევენ დოლჩეს მის signature picks რომელიც ალბათ ნავარჯიშები ქონდა იგივე ბანებია yes ნამის პიკი ეს რა არის მერტო ჩემ რა ვთქვა bro რა ვთქვა ძალიან მანებიურებთ too much მადლობა ჩვენი ცალსახა უზარმაზარი სტრიმის სპონსორია გიორგი ჭანია მეგობრებო ხავთ დავიმახსოვროთ თუ შეიძლება სიგიჟე პიკი ისევ ნამი ზაი ამჯერად აიღეს არ დაიბანა
ის მოვიდა. გესმის? ესე იგი იუმი შემოვა ეხლა სცენაზე მოდი. მოგვაგნა. გავაგზავნოთ თამაში. ზაიას პიკი, ესე იგი რენსინერის signature პიკი ჯეისის, ზაკაისა, ციკა და კაისათი თამაშობს მანახებს master class. ხო ფისო. მოდი ხო რა იქ. არ გვასწრის თამაში პატარა იუმი, ესე იგი რა იქნება შემდეგი პიკი, იგი ბოტლეინი უკვე დაიფიკა, მეორე მხარეს დაიფიკა მიდლეინი, ტოპლეინი და AD carry. Ionne. ეს რა არის? Manifesti ღმერთო ჩემო, რამხელა გიფდებია, bro. ძალიან დიდი მადლობა. всё. რამე გავაფორმოთ რა, რამე კონტრაქტი გავაფორმოთ. სპონსორშიპის. და ეგ არის. მე ჩემ მხრივ რაღაც value შევწენ ამ ურთიერთობას და რამე იქნება რა. მე მგონი რომ მოვიდა. Yeah, let's go. იმედია. ჩემი სამსახურიდან არ უყურებენ იმედიან ყველაფერს. ესე იგი, გავაგზავნოთ უფრო ბანები, solo polo center portal, რასი ძახი solo polo, ვინ არის ეს solo polo? ვინ არის ეს solo polo? ამდენი ხანია რომ არის და არ აშკარავებს თავის ვინაობას და კიდევ ერთი უზარმაზარი გიფტი gamer 2025. მადლობა bro. და იუმი, აი ისიც მონატრებული ნანატრიუმი სცენაზე მეგობრებო. რაობა რა იუმი, რაობა და ბიჯუნია. იმედი არ გაგვითიშოს. ამა შეიძლება შეიძლება კომპიუტერ გაგვითიშოს. ამას დავაფარებ უბრალოდ. უცხო არატეს ქართველია bro. ჩემ პატაპიჟუნი. შენ ვერ წახო. რა პატაპიჟუნია. დავიდა. შემდეგ პიკები. კაისა, იონე ვნახეთ, ლილიას პიკი. არ ჩოლებ პიკე ლილია, ჰა? კაისა, ხა? Oh my god! ძალიან საყვარელია, yes. მადლობა follow-ისთვის მეგობრებო. Oh my god! რა ვერ გავასწორე ესა. მადლობა შეარისთვის follow-ისთვის მეგობრებო. გავაგზავნოთ, ესე იგი, Warwick-ის პიკი ამჯერა. ეხლა გასწორდება ჩვენი კამერა. Nice. რაღაცა შეცვალა. ლილია, ნაუტლიუსი და Warwick. ეს უკვე საინტერესოა რა. ეს ბევრად უფრო საინტერესო იქნება. Warwick-ის ძირითადი ამოცანა იქნება, როცა ულტი ექნება ეძებოს თავისი prey. და ვიღაც დაფიქოს ხოლმე. სალამი ოთო bro, როგორ ახარ? მადლობა შეარისთვის. ესე იგი, ნამი, ზაია, იონე, ლილია, პოპი, მორდერკაიზერი, ვარვიკი, ჯეისი, კაისა, ნაუტლეუსი. მადლობა გიფტების მეგობრებო, ამდენი გიფტი ჯერ ერთ სტრიმზე. მალე უახლოვდებით სხვადასხვა გიფტების იმას რა ქვია. ეს რა ჩაერთო, რაღაცა ის ჩაერთო. Oh my god! Let's go. დამfollow-თ მეგობრებო, follow me. ესე იგი პორტალიდან გამოვიდა ძალიან ბევრი. ეს solo ball-ом შემოუშვა ძალიან ბევრი. ტურნირია, yes, ტურნირის ფინალი არის, ფინალია bro, 1-0 არის. Let's go, game started. Tweet aura, Warwick, tweet aura, yes, ნახეთ რა მაგარი სკინი აქვს Warwick-ს, ნახეთ Jace-საც რა მაგარი სკინი აქვს, კაისასაც და
პოპი, ლილია, იონე, ნახოთ აბა დაუფიქრეთ ახლა რა ხდება რა. ლილია თუ დაიჭირა Warwick-მა, გარეთ უნდა გასვა ჩემპიონიას. ლილია თუ დაიჭირა Warwick-მა, შეიძლება დაავადოს ჩვეულებრივად, ყველა ვიცით რომ სხვამ ისიც თუ არ გაარტყა Warwick-ს, სხვანაირად მოცილება Warwick-ის შეუძლებელი არის. Clancy არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს, ლიას აქვს Ghost Rush-ი, Phase Rush-ი, ბოდიში და Ghost Rush-ი, Mordekai's აქვს Conqueror-ი, Poppy-ს აქვს Grasp-ი, Lethal Tempo Iones, 2 წამი დააპაუზე, კი არა 40 წამი ბარემ, დავაპაუზოთ. რენის თიმი უფრო მომწონს. წინა თამაშიც ეგრე იყო სხვათა შორის, მაგრამ დიდი აფსეტი მოხდა, წააგო პირველ თამაშზე რენმა, მადლობა გიფტებისთვის ბასილევს, გიორგი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა bro, ლუკა ასევე უღრმესი მადლობა გიფტებისთვის. სულ ცოტაც და ალბათ გიფტების რაღაც მაქსიმუმ მას გადავაჭარბებთ რა, რაც ერთ სტრიმზე მომხდარა. თან 1 საათის კი არაჯერ გასული სხვათა შორის. Let's go. მადლობა შეარისთვის მეგობრებო. მადლობა შეარისთვის, მადლობა follows-თვის. Thanks for the sharing, thanks for the follow guys. Please click follow. ესე გულისხმობს იქნებიან. ეხლა რენი წესი დაგადათმობს თავის პოზიციებს და აი ეხლა ჩართავს საუდოთ ბისმოს. აი ზუსტად ეს არის ისი ნახვა ჩვენ გვინდოდა აი ამ ფინალზე მოხოდილი რენი. შო შეგვიძლია გავუშვათ და ჩავკეცოთ აი ეს პანელი. Let's go. Oh my god! Madlo follow, thanks for the follow guys. Daniel, thanks for follow. Seba, thanks for follow. ესე იგი რა ხდება ისე ვიგივე ვსხედავთ მეგობრებო, ბოტენ მიწმიწე, არანაირად blue team მაგას არ აკეთებს. Nautilus უბრალოდ არაუმებს, red team რაღაც საინტერესო აპირებს. ეგრევე დაიჭირეს ვარდზე. სხვა თუ არაფერი ვარდი წაიღო red team-მა. ეს უკვე საკმაოდ ბევრი დიდი ამბავია. ეგრევე 1 ვარდი, 2 ვარდი blue Warwick-ს ხედავთ რომ რა საინტერესო ბოდიში jungle pass-ი არის. აბარა, შევეცდები bro, აბარა. აქეთ რამდენი ადამიანი გვიყურებს 103-ზე ვართ უკვე ასულები, მადლობა მეგობრებო ესეთი ინტერესისთვის. დავხუროთ აქ კარი თორე არაფერი არ ისმის. Let's go. წავიდა 200-იანი სხვაობა. არაჩვეულებრივი ამოსვლა. ნამის არაჩვეულებრივი კიუ შევიდა, გაინტაქსავორდოთ იონე, რატო გააკეთე ეს ყველაფერი, რომ ნერცი დაიწყო ეგრევე Ignite. ვაუ, ბრავო, ორი მხარე მის თავის იმიტები და კიდევ ერთხელ ხედავთ იონეზე, აი როგორც იქნება მოვიწყოთ მეც რა. კიდევ ერთხელ კი, სპორტალი შემოსული ხალხი იქნება, ბრო. კიდევ ერთხელ ხედავთ იონეზე ბარიერს, შეიძლება ნამი იონე ბევრად უფრო საინტერესო იყოს და Nautilus-ი JC ვიდრე AD carry-ებთან და ბოლოს ქვემოთ AD carry-ები დატოვებლებიან ბოტზე. რაც ხდება ბოტზე საუბრობთ, აროზაია ჩაგრავს დიდი ალბათობით. მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან thanks for the gifts guys. მადლობა გიფტებისთვის მეგობრებო. ბალავა პრო მადლობა. დანიელი მადლობა გიფტებისთვის. Thanks for the gifts. არ ვიცი კართველი არის არ არის, მაინც ორი ენაზე ვამბობ. Let's go. გავაგზავნოთ. ესე იგი დაიჭირეს იონე. ვერ დაიჭირეს იონე. არაფერი არ ხდება თითქოს, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი აქტივობა. როჩემ თავის დააბული გამწარებული არის. აი აქ უკვე blue team-ი, წინაზე blue team-ი იყო პრინციპში, იმიტომ რომ წაგებულზე ფლეშზე, Warwick-ს არ გავფლეშავს, ბოდიში ვიხდი, აქ გაფლეშა, მხოლოდ რეზასმა დავიდა იაზე, იმიტომ რომ მილიკური იყო, Warwick-ს გამოსება იქნება და გაიქცე. რა ხდება ერთი უეჭველი რა ახლა შევხედავთ ყველაფერს ნენელა ასწრაფდება თამაში როგორც კი ობიექტივად გამოდის დაიფორსება ეს ორი თიმი რომ რაღაც გააკეთა მაგას ეგრე ვარკი მივიდა და რა მაგარი როგორი არ გამართება და აქ აფსეტი ერთი ამჯერა უეჭველი მოკლება Nautilus-ი ბრავო Red team-ის სასწავლებს აკეთებს მისზე. ბრავო. გაიყვანე აქ ერთი carry, აქ შეიძლება მაქსიმუმ 1 კილი წამოიღონ უკან 3-1. ბრავო, მეგობრებო.
ეს არის ისეთი ფინალი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. ეს არის აპსეტი, სადაც შეიძლება მოხდეს ის, რომ რენსინერმა ფინალი წააგოს. ეს დაუჯერებელი არის, მიუხედავად იმისა, რომ თავისი უშუალო გუნდი არ ყავს. ნამის პლეი იყო. მე ვიტყოდი, რომ ნამის პლეი იყო ერთი, მაგრამ იქ შესულ ნაუტილუსზე გააკეთა ნამი Q და ვარვიქს საერთოდ არ გაუწია. ან მეორე ვარიანტი რომ ვარვიქს დაუფრეთ და ეს იყო სასაული. სასაული. როარენმა პირველად და. Yeah, let's go. ნახოთ. ძალიან მომწონს ეს უკვე ზანაკობრის თამაში წავიდა, აქ ნერვების თამაში წავიდა. Dabeta Koli 100%. Nice, აი უკვე ძალიან მომწონს. კი ბატონო, აი მაგის ნახვა გვინდა ზუსტად ჩვენს. ეს იყო ვარვიკის სასაული, ძალიან მაგალი კლასის თამაში. ნავის მხრიდან მაშინ თუ ეს ბეითი იყო და სულ მალე ვიხილავთ სხვაობას გოლში. ჯერჯერობით არის 300, 400, 500, არც კი და ეს ბევრს არაფერს განიცავს. წმინდა მადლობა პროგრესისთვის. აი ბულთიმა თავის counter იერიში შეიტანა რეთიმის წინააღმდეგ, თუმცა ლილია დარბის გიჟივი. ლილია 1000 თულე გამოვლილია, ფლეში მორდეკაიძე შევიდა იონე, ჩაუტა ლილიამ, წავიდა, აქ შეიძლება ბულთიმი ეგრევე ჩარჩეს, შევიდა არშორული დემეჯი გააკეთა რენსინო თავის ჯეში, მაგრამ ეს საკმარისი არანაირად არ არის, უკვე უკან გამობუძულეს ნაუტლიუსი, ვონტით აკარჩება თავისი ულტი ისე რომ საერთოდ ვერ იკრებს და რა ვხედავთ მეგობრებო 17,000 16,400-იანი გოლდის სხვაობა არაფერი ჯერჯერობით განსაკუთრებული, მაგრამ მორალი ნენელა იცვლება. ფილდებს გაჩვენებთ ეხლავე 1-2-3 კაპიტანი, დავმალე, let's go. გოლში სხვაობა ტოპზე ბულთიმი იქებს, მორდეკაიძე ცოტა მეტი გოლდი აქვს, მიძე ჯანგში სხვაობა არ არის, მიძე სხვაობა არის 1000 გოლდით აგებს რენსინერი მიდ ლეინს 0-1-0-ზე, იონენ 3-0-1-ზე. ბოტლეინზე ეიქერიებს შორის, აი ეს 500 გოლდი იგებს საკმაოდ დიდი სხვაობა, ნამი 300 არ გახდება და ჰერალდზე არის ძალიან დიდი ნიგეიდი და გვდება ეგრევე რეთიმის საპორტი, რამაც ასევე ძალიან გაინდა ბულთიმი იგებს ჰერალდს, გადის იონე ჩატოვებენ, აუცილებლად ჩატოვებენ. აჰა, ეს არის ბულთიმის გამბექი, მეგობრებო. ეს არის ბულთიმის გამბექი, ძალიან საინტერესო რაღაცები ვიხილეთ. რეთიმიდან, თუმცა მაინც ბულთიმა თავისი სიმაღლე დაიჭირა, რენსინერმა გააკეთა არაჩვეულებრივი სპეი, გააკეთა უზარმაზარი დემეჯი და აიღეს ჰერალდი. თავად აქ დარეკორდებიან, დარესტებიან და კიდევ ერთხელ, ისევ და ისევ დააჩელენჯებენ ერთმანეთს დააკონტესტებენ ტრეიდს. კიდეც რაციდან მასტერო რა თქმა უნდა ამაში ფლენი ისტორია მიდის ძალიან დიდი ისტორიით შორეულ წარსულში. მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ დიდი გიფთისთვის პრო. უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა და მე მგონი გადავაჭარბეთ უკვე მაქსიმალურ გიფთების რაოდენობას, რაც ოდესმე ერთ ლაივში მივიღია. ერთადერთი ყველაზე დიდი გიფთების რაოდენობას მივიღეთ, მან ვსტრიმავდით 8 საათი. თქვენ ხوارდება ის. ციგადას ჩავხედოთ რა ხდება, მოგვიკითხე ესე გვითხრეს და ვნახოთ ბოტლეინზე რა ხდება. არაფერი განსაკუთრებული არ ჩორლუს კი. დავით დაიჭირეს იონე. აჰა, ჩვენი მოდი თამაშეთ აქტიურად ჩარჩება იონე და გააქტიურდა ბულთიმი. თითქოს კარგად გამოიყურებოდა რეთიმის აქტიურობა, თუმცა ბულთიმი მოიხოდა. და ჯერ ADC-ების თამაშის არ გაგმევთ. ჩათვალეთ, ამ ძალიან ბევრ რაღაც ხდება თამაში და ციგადა მე მგონი ეს უნდა გაეთხა. ლილიას თან გავუჭერდა ხო? აი ნახოთ, რაღაც მომენტში უკვე ძალიან შეიცვლება თამაში, ბევრ power spike-ს მიაღწევს ბულთიმს. რამდენიმე წევრი რეთიმში, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დამაშოთება. ობერიტო თავის lethal tempo იონეს და ძალიან ბევრად უფრო დაიუსხედავთ ეხა ნენელა disengage გააკეთა რატო არავინ არ იცის, ნაუტლიუს არ ქონდა ულტი და გასაგებია რატომაც. ზუსტად რომ მაგიტო, ყველანი ვარცეს ხედავთ, ტოპზე რა ხდება, ტიტანების ბრძოლა არის ტოპ ლეინზე. აი აქ ჩატოვდა სავარაუდოდ ნაუტლიუს, კი უეჭველის ძალიან. ზემოთ რა ხდება, ნახოთ არაფერი არ დაგხვდება. შემოუწიალა რეთიმის ჯის ბულთიმს ყველა შეცდომაზე 3,000-იანი გოლდი მაინც ბულთიმი რაღაცას მოახერხა, მაგრამ ვერსახა ეს უკვე გაიყვანიყო შეხედვით და
no vision. ტოპზე 1-1-ზე მოკვდა დოლჩე. მოკლა მორდეკაიზერმა. ტოპიზე ესეც ძალიან დიდი დანაკლისია, ეხლა მაგასაც მოუწევს ზემოთ გადასვლა. და სავარაუდოდ შეიძლება რომ ბოტები შეიტანონ. აჰა, ყველა მიონეს. უეჭველი აგიონი ვერ გადარჩება. თითქოს ერთი კი ვაკდა, მაგრამ ბარიერიც ჰქონდა, ან არ ჰქონდა, შეიძლება დაუწყო, შეიძლება ეხლა გაუჩნდა ბარიერი. Yes, comeback-ი დაიდო, bro. ია თამაშა ძალიან დაბური თამაშია, ესე ძალიან მოგწონს. საერთოდ გახდება აქ 1-1. სამდე იქნება თამაში. არის ალბათობა დიდი იმისა, რომ მე 2-1 მოიგებს. დაგვენა ნაუტილუს უკან შემოგვინა, მაგრამ შეულებრივად თამაშობს საერთოდ, თუმცა ჯერჯერობით არ ყოფნის მას დამეჯი. რეზას versus ციკადა. ტოპზე ისე, ტოპზე გვანახება, რა ხდება ბასილევს. ზეგი მორდეს გაუწული, ჯერ არ აქვს, იმიტომ რომ უთის საერთოდ არ აქვს, უწუდებიან მორდეს, მაგრამ იცი არ არის. ზემოთ მორდეს კლავეთ ვარ, მაგასაც არ აქვს, მაგრამ ბოძე გააქვეს, უბრალოდ გააქვეს და იქ გაუწა მორდემ და ჩემს არასწორი ტარგეტი აირჩია ხალსახათი. მაგრამ გაცილებას მოპრეს, მაგრამ ბოძე blue team-მა ჩატოვა red team-ის bot lane-ი. უბრალოდ გააქვეს და დავინახეთ, თუმცა დატოვეს. მიდი არა რენი ამოდის მიდზე დეფავტიც ტოპზე რა ხდებოდა და მორდეკაიზერი მოკლეს კიდევ ერთხელ ხედავ დაახლოებით იგივე თამაში აი ჰექსპერტი ნამის რაც უნდა და არჩევლე შეხო დაიჭერა ედიკერი მაგრამ გაინტა კიდევ ერთხელ ხედავთ 7000-იან gold glitz blue team-ის მხრიდან და ნახოთ დამთავრდება თუ არა ისე როგორც ადრე დამთავრდა სალამ პადრე თუ ამჯერად მართლა გამოიყენებს პუტინ თავის უპირატესობას და არ გაანიევებს უას რომ ან რაღაც წამიერი გაინტვით yes express power yeah ბას დასაკალე ხედავ რა ბრო თინამდე შეჭედება express აჰა Anaka tehao drone როგორც მოჭება საიტი. Ja, audio sales und fight მოდეკაიზე უნდა გაყვანდეს რომ ამოსწორდეს. თავდაც გადავე მოდეკაიზეს, უტავს იონე არაჩვეულებრივად და ეს არის ultimate agos fight-ი. რენო საერთოდ თავის პირველი საინტერესო შეუძლებიან მარუკის შედის აფიარებს მერა ედიკერი არ ყავთ მოდის ედიკერი როგორც უნდა თამაში მაგრამ გვიანი არის ერთი შეხედვით აი აქ მოხდება თუ არა აფსეტი ამ ფაიტში მაგრამ არა ხუთივე რედ ტიმის მოთამაშე ცოცხალი არის ინტავს ცოტათი ციკადა არაშინია საერთოდ რედ ტიმის შედარებით ლოუზი არიან და არანებენ თავს დააფიარა ერთი მოგდა ისე რომ არაფერი არ დაუკარგავს ბლუ ტიმს აქ ვარვიქს ჩატოვებს საერთოდ ეგრევე ციკადა შედის ბეკლაიზერ კლაუს 1 კილი 2 კილი არ მითხრა რომ 3 კილი იქნება ედიკერი და ტოპლეინერი ედიკერი წინამძღოლი თამაშა და სი და ამჯერად ციკადა ტრიპლ კილ ბრავო ეს იყო მეგობრებო ჰაილაიტი ვერაფერს ვერ ვიტყვით აქ ბრავო 3 კილი რა თქმა უნდა დაეხმარა რენი თუმცა იქით ეხმარებოდა პოპი ჩემი აზრით ეს იყო აბსოლუტური ჰაილაიტი რესპექტ ციკადა Let's go! ძალიან მაგარი play და ბარონი შეულებრივად აგებდა blue team-ი ამ fight-ს რა მაგრად ითამაშეს. დაიჭირეს პოპი. სად მიდიხარ პოპი? არანაირად დოლჩე bro, არანაირად მორდეკაიზერს ბოლოკი არ აქვს თავისი ულტი. დააგვიანა კი რედასმა დააგვიანა, თუმცა ციკადა მას საკმაოდ დააგვიანა და საბოლოო ჯამში ატრიალებს თამაშს კაიზერს პლეინ. მთელი თამაშია ფარმაული მარტო, არიან მარტო ეულები, მარტო სულები და დრეიკი ლილია თითქოს ადრე დრეიკს ბუთებს. ოკეი, ეს არის რესპექტი უკვე. ლილია ამბობს რომ ჩვენ ძალიან უკან ვართ, უნდა ფარმოთ მეგობრებო, საერთოდ შანსი გქონდეს შეფკინე. ფილდებს განახერხეთ აი ამ დრეიკის და ფაიტის შემდეგ, აი ამ ხდება უეჭველი ხდება იონი არაფერ გადააჭერს იონეს, უბრალოდ ახალგა უტის. შედის რეზასი მაგრამ არ ყოფს ჯერჯერობით მას თემეთი და ეხლავე განახებ ბილდებს go builds
ბილდებში ჩანს რომ ტოპში სხვაობა უკვე 3000 არის, ჯანსის სხვაობა 2000, საპორტს აქ ჩატოვებენ, საუბრობთ გაინკეს. არც კაც ამბავი არის ეგ. მიძე სხვაობა თითქმის არ არის 800-900 გოლდია პრინციპში არის, მაგრამ არ არის ძალიან დიდი. სხვა ლინიებზე შეთანხმებით, ბოტლეინზე AD carry-ებს შორის სხვაობა არის 1000-ზე მეტი. არ უკვე ხედავთ რომ 2000 არის სხვაობა და ძალიან იგებს კაისა. კაისის აქ უკვე ორი აიტემი, ტერმინუსი და უკვე სამი აიტემი. ტერმინუსი, ჰურიკეინი და ისა რა ქვია, რაღაცა დამავიწყდა რა ქვია მაგას. საპორტებს შორის როდის სხვაობა არის. მოდი ჩავკეცო ბილდებ და გავგრძელოთ თამაშზე კონცენტრირება. Let's go. საინტერესო არის ეს ყველაფერი. აქ სავარაუდოდ გასანარგება ან განში ერთი თემა. არავინ არის. 14 წუთი თამაში უკვე 9000-იანი გოლდრიდი ბლუ თიმის მხრიდან. ეს თამაში გვაინტერესებდა 1-0. საუბრობთ აქ ახლა ახალ განკორ დატოვა ბლუ თიმმა და შემდეგ დაიძაბება უფრო და უფრო თამაში. ჩვენი მაინც არ არის უფრო შესაბამისად აზრი არ აქვს. აი აქ უკვე არის ამ გაინკა ჩემი აზრით. იახოს რომ მივიდა. აჰა, ჩვენი არის ამასაც დავუყარ ნაუტილუს. კიდევ ერთი ლინკას ნაუტილუსი შევიდა გაფლეშა ლილია. კიდევ ერთი არა იაცილა აქ გაძაბულობს ამბავ მეკობრებო. ძალიან ბევრ მისპლეის ხედავ, შეიძლება გაზაბულობა, შეიძლება უბრალოდ სკილი არ ყოფილი, მაგრამ ამჯერა ორივე ტიმში დავარგოთ ყველა არის სოვერენი. კლავენ იონეს, კლავენ მოდერკაიძეს, ერთი ესე გაიცვალა ორივე ტიმი. რა მოხდება, ვინ მოკლება შემდეგ? 8000-იანი ისე გოლდრიდი და ბარონი კიდევ რამდენი ხანი იქნება 25 წამში გამოდის ბარონი, რა ბარონი კიდევ ხარ. ოკეი, შეცდომით. სალამი ფრანკლაუნ, ბრო, შენ როგორ ახარ? შენ როგორ ხარ? გავიჩი შევცა. როგორ ახარ? ცხელა. ლილია რითვერ მოიხადა. არავინ არ იცის, ბრო. ლილია რითვერ მოიხადა. კარგად, ბრო, კარგად, ჩვენი ბრო, ძალიან მაგარი ფინალი გვაქვს. ხდება კიდევ ერთხელ, ესე იგი საპორტ ძალიან ხშირად ინკავს ბლუ თიმის საპორტი და მაგას შეიძლება აი აქ ეხა ნაკრებობაში არიან მოკვდა 1, მოკვდა 2, მოკვდა 3, всё. ეგ არის ბარონი რედ თიმის არის, შეიძლება აქ ეს 13 დამთავრება წავიდეს. თამაში გაინდა ვარვიკმა, არ მჯერა რომ აქ ვარვიკი გადარჩება, ესე მოუყვა იონი ვარვიკმა მოწრამდე თიმს და მოდი აქ არის გამოდის უკვე. რეთიმი გებს შეჯერობით 5000-იანი გოლდიდი ვარვიკის გაუშვეს სახში. ბრავო. ნაუტილუსი დასაკარჩაი და მო. კი, ნაუტილუსი ძალიან უკვე ბევრჯერ ნახეთ, რომ ბევრჯერ შეახვდა ისე და გადასაგეცავა. კი. Sami 3000-იანი გოლდრიდი. არაფერი აღარ არის უკვე 3000-იანი გოლდრიდი, 4000-იანი, თუმცა თამაშის ამ ეტაპზე ერთი ფაითი კი საკმარისია ამ ყოველფრის დასატრიალებად და ეგრეც ხდება, უკვე ორი ფაითი მოხდა ეგეთი. დაიჭირეს აი ნაუტილუსი კიდევ არ არის მორდი, არ არის ეს რა ქვია, ვარვიკი და ხუთნი რეთიმი შეკრებლებიან ნაუტილუსი კიდე ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს ვითაც საბოლოო ჯამში აიჭირებს თავის ტიმს. Souli აღარ იქნება ბლუ თიმისთვის 4000-იანი გოლდრიდი, სკეილდება ნელა რეთიმი, გადააგდეს ვარვიკი და ეს
ელდერი ძალიან დიდი ალბათ რედ ტიმის არის. არა, ბრუნდება ვარვიკი და და ვარვიკი მოდეს იქ ვეცლავენ. დააზინეს მორდე, ბოლოს დაბოლდა შეგა გაუმყავდნენ. მუზარმაზარი დემეჯ რენსინებისგან. ბოლოში აიღო, ვინა აიღო და ხედავთ რომ ერთი მაიღო. და დიდი ალბათ გულთიმა ეს თამაში დააგო. აჰა, 1-0 არა მეგობრებო. 2-0. ძალიან დავთქვით ესე რომ წავიდნენ დაამთავრონ, ყველა აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს არის Let's go. აი აქ აგებს უკვე 2-0. ზუსტად იგივე ხდება. მეორე თამაშივე. იგებს ძალიან მაგრად ლუთინი და საბოლოო ჯამში ბოლოში მაინც ერთი მიატრიალებს თამაშს. მანახეთ მეგობრებო 2-0. Final championship point. სამამდე არის თამაში 2-0. 2-0 და გადავდივართ ახალი მიდლეინერის დაბადება. Yes, გადავდივართ ფინალის game match point-ში. Warrior, ეხლა bro. Renis Zoestro. Responsi გაუზომეთ რა და წნევას. ძალიან უხდება ტურნის ექსაუნდი. ჩავთე bro. საინტერესო რა ხდება მათ ჩატში ნამდვილად. მადლობა follow-ისთვის მეგობრებო, 10 follow-მდე ავედით დღეს. ჩვენიერი შედეგი არის.
5 წუთიანი პაუზა. ყველაფერი გაგრძელდება 5 წუთში. Dos generos uslis eoreti. Momcos. Saba. როგორ არის bro დაგამატებ რა თქმა უნდა. Settings application-ში არის. აბა რა ხდება ჩვენთან custom-ში? შეიძლება 3-0 მოხდეს, ეს არის მაგის ძალიან დიდი შანსი სხვათა შორის. მესამეზე დავიზინეთ. წვეჩ მესამეზე დავიზინეთ. ავიცი. ნახე რა ხდება ლობიში. თითქმის შეიგრიბნენ, ხო? Oh, let's go. ვინ დარჩათ? არა, ვიღაც დარჩათ. ვინ არის ზემოთ იმაში viewer-ებში? Step Meister. აჰა, ერთი ადამიანი აგდათ. არა, всё, ეგარი. всё? რა დაწერენ, go? Oh, nice, იწყება. მას დაწერს Eminem. წავიდა ორი თიმიდან go და დავიწყეთ მეგობრებო. შეიძლება ეს ამ ტურნირის ბოლო თამაში იქნას ready ერთ მხარეს, ველოდებით მეორე მხარეს, ready. ready და გავიდა ორი ეგრევე. ეგრევე გავიდა Dolce და Dolce ვიღაც გვაკლია, დაბრუნდით, Dolce Master რედაქცია, Robert, go, გასად. თავიდან ready. ეგაც მეგობრებო, ეს შეიძლება ვერ დაგამატებ პრო მეგობრების სიას ავსე მაგ თან ტურნირი არის. თავად დამაფოლოვე, თუ არ მაფოლოვებ, თუ მაფოლოვებ, მომწერე უბრალოდ და მე დაგამატებ, ან შენ დავამატე, მოგწერ ჩემ ნიქს საბა. Best of 3, best of 5. Best of 5-ია. 2-0 არის და ეს თამაში შეიძლება გახდეს უკანასკნელი ჩვენ ტურნირში Artroxi Mordekaiser-ის ბანი. ესე Mordekaiser მოაწილეს თამაშიდან, მომწონს, ძალიან მომწონს. ძალიან broken pick-ი გახდა რატომ გასწრთელს ტურნირში. გადმოვაგოთ ცოტა პანჯარათ რა. Nocturnes მიეცით მასტერას. Nocturnes აგე რა შეიძლება bro.
ტურნირზე. ესე იგი ერთ და იგივე ბანები ყოველთვის. კორკის ბანი ჯერ არ მინახავს, კორკი თუ არ დაიფიქება. შეიძლება. მოდი მუსიკები არ გავაჩეროთ. რაიზი და ნოქტურნი არ შეიძლება არა. ისევ კორკის ბანი, ეზრიელი და აი ხა ამჯერად უკვე დაბანეს ედი კერი, რომელსაც სახელით დამავიწყდა სამირა ზაირა. ეს რა დაიწყო? სივით. Sivit, yes. დამავიწყო. ეგეც წესებია, ბოლოს გამოსული გმირები იშვიათად შეიძლება ხოლმე ტურნირს. არ არის დაბალანსებული ჯერ და მაგით. ხო. როუკენები არის ხოლმე დაუბალანსებელი არის ახალი გამოსული რაიეტი ყოველთვის ცდილობს რომ ახალ რაღაცას რომ გამოუშვებს, ძალიან ძლიერი იყოს და ბევრმა ითამაშოს პოპულარობას, სკინები გაკიდოს და ასე შემდეგ და მაგიტომაც ბოლოს გამოსულ გმირებს არ სვამენ ხოლმე ტურნირში. ნამი ლუშენი, ლულუ, ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ზაია ლულუ, ნამი ლუშენი, ნახოთ მიძე რენი რას აიღებს და კობერტო რას აიღებს აქედან ხარს. ესე იგი, რაც ხდება ბოლო ორი თამაშია, ძალიან დიდი დიფერენცი არის გოლდში ყო მთელი თამაში და რაღაც მომენტში ბოლოში გადამწყვეტ ფაითებში ვიღაც ინტავს, ვიღაცას აინტინებენ რედ თიმიდან და იგებს აქან გულ თიმი იყო. ისევ first pick უნდა ყოფილიყო წესით რედ თიმი, მაგრამ ეხლა მიცარიან, მაგრამ წაგებულზე ეგრე იყო, მაგრამ შეიძლება დამატებით წესია რომ ორჯერ იქნები first pick-ი, მესამედ გიწევს last pick-ი. იგი გაცვალეს, უკვე გაცვალეს, bro. ახლა გაცვალეს. ესე ვხედავთ ვაის, ლუშენ, ნამი. აქ საუბარი ჰეკარიბს მოხდება. ნამის ულტი. ვაის ულტი სავარაუდოდ. ჰეკარიბ აი ჰიკარი. ერთი თამაში ჩვეულებრივად მეყოფა ტელეფონი. მორგანა. აჰა, ურინესოლი, მორგანა, ურნი. რა იქნება ბოლობანი? ჯაქს. ეს აინტერესო. ჰაჰა, არა bro. არ ვერ ხედავ ძალიან დაგლილი ვარ bro. ზოე სპიკი და გამართდა წინასწარ მეტყველება რენმა აიღო ზოე მიძე. ნახოთ რენი ზოეთი რას გააკეთებს. მარვიკის W-ში წესო. Renisoe. The Twisted Fate, let's go. Oh, ესე იგი, ტოპზე გარენის თამაში ჯერ შეიძლება, ყველგანაც გარენის აპდეიტი შესაბამისად მოსულა. ესე იგი, სეტი მე არ ხარ, სეტი დაბაფული არის, გარენი ჯერ არის დაბაფული. და ვაი ცოტათი დაბაფულია, ძალიან ცოტათი, მაგრამ მაინც და წინასწარ მეტყველება არის რომ 3-0. რაზე გააჩნია? გარენზე უზარმაზარი აპდეიტია, bro. რაც რომ მე
ექვსებს დაუტრიალ უფრო მეტი ტრიალი თუ გაატრიე თუ გაატრიე მოწინააღმდეგეს მით უფრო კიმციდე მოგონი კულდაუნი კიდე Black Cleavers ეფექტია Armor Star Magic Race აცლი მგონი თუ მხოლოდ Armor-ს აცლი და ესე შემდეგ რა უფრო ტანკზე გადაიყვანეს რომელიც ბრუზერი ხდება რა ოღონდ გამოდის 29-ში მადლობა მანჯგალაძე follows-ის bro ძალიან გავრას ეს რენი რა საინტერესოა voice comments მოვისმენდი აუცილებლად ძალიან მაგარი იქნებოდა უნდა ჩავიწეროთ შემდეგზე იწყება თამაში მეგობრებო, ეს არის ტურნირის მესამე ფინალის მესამე თამაში და შეიძლება უკანასკნელიც კი გახდეს. არავინ არის Red Team-ა, უბრალოდ ამჯერად Blue Team-ა ძალიან სერიოზული თამაშები დაატრიალა. Oh my god! Yes. ალექსანდრე, მადლობა bro follows-თვის. ეს არის ძალიან სანახაობრივი ფინალი გამოვიდა. ჯერ არ გვინახავს საერთოდ Rensro ფინალზე თამაში წაეგოს და ეხლა შეიძლება საერთოდ ფინალი წააგოს. რატომაც არა, ჩვეულებრივ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ისეთ მოვუბრუნოთ. ჯერჯერობით ორი თამაში დაგებულია, ერთ თამაში დაგება და არჩა და ეგ არის. 와일드 리프트에 요코소. დაპაუზა. ესე იგი დაპაუზებულია თამაში დაახლოებით 40 წამით. Quantity kind of მევასწავლე. გავაჩერთ ეს მუსიკა. ესე იგი რა, ნახოთ აბა რუნები. ლაიქერები არ ჩანს. რა ჩანს? ტოპ ლაიქერები მობილზე. მობილზე ტოპ ლაიქერები ავიტანე მარჯვენაზე საკუთხეში. არ ჩანს. გადავწერ. კონტროლი. მე არ ჩანს. ესე? დაბადები. ჩანს რა? Very nice. ესე იგი, Zoe არის first strike-ით, ვაი არის Watchers Conqueror-ით, ბევრ ჯგუფს აპირებს აქ, Grasp-ით top laner-ები ორივე, Phase Rush-ით გავშვ. Let's go. Coberito არის რა ქვია, Conqueror-ი, Lulus იმას ვერ ხედავ, Aeri 미니언가 시작했어. ეს არის არის კარტუგინკა. კინა გამოგვეციკა და გაფლეშა, ეგზოსტი დაადო. მეორე მხარს არც ერთი სამრესპელი არ დახარჯულა. ბრავო, არაჩვეულებრივი დასაწყისი და AD carries არც ერთი სამრესპელი არ აქვს და support-საც ასევე გილი აღარ აქვს. შვენიერ და ვაიმე, ეს ჩავკეცო, ის შეგიძლიათ ჩაკეცო. ბოდიში. იქი. არ ვიცი რა რატო არიფიქრებს ვასროს. მე მაგდენი კარგად ამოწევს რა ეგ კითხა. ესე იგი ბოტზე მიდის სხვაობა, ჯეჯობ დაიჭრა სტრესი. ზოეთი ტოპზე დოლჩე. აგებს მეჩაპ ჯერჯერობით. განეცეს პოპი ძალიან ძლიერი არის სამწუხაროდ. ну პასივი ზოე ძალიან დიდი ამეთ საკეთებს, კიდევ ორი საერთოდ პასივის გააქტიურება აქვს, რაც ძალიან ბევრი არის ასევე. ეხლა აგიხსნით რომ კენსეი როგორ ახლა მიხანია გამოჩენილი. რატო არის და ეგრე უფრო ეფექტურად თამაშობენ, რომ ძალიან დიდი გამეცო დააპირებს, ბოტლაინ ორი კაცი შეიძლება წაყვეს და უფრო მეტი რაღაცა შეიძლება შეიძლება ეს. First blood outplayed solo bolo. ესე იგი აი აქ გადმოდა დაუხვა და აი აქ ასეთი სამანელი არ აქვს. ძალიან. 레드 팀 챔피언가 დაუსარემაშტა. ეგრევე ერთი კიდე უკან წამოიღო ბლუთიმა, ხედავს ეკარემი რაღაცა გადმოხდა სასწაულებრივად ძალიან შორს, ეს არის ოპის პუნქტი. ოკეი. ეს საპორტები ახალზე. პირიქით პრო ნენელა დამეფეს მეით საპორტები და მოხდეს ტანკ საპორტები.
გოლში სხვაობა არის. თამაში 400 ჯერ არაფერს ანიშნავს ეგ. უეცი მეჩერ კონცენტრირებული გასცემაში რაოდენობა არ არის. თუმცა პირველად არის დასაწყისში ერთ თიმი კალათი უპირატესობაშია. ვა, ბოდიშვილი, ეს მიდიობი თიმებთან თამაში ბოდიშვილი. ოოოოო, დავაშო. ბრავო. მართალია მაიგო კილი, მაგრამ ძალიან კარგი კომბო გააკეთეს სამი და ზოე. თუმცა იგი ხდება, იგებს ემოვა რეკინი, აკეთებს გოლი უკვე სამი. ერთი. ახლა ჩატოვებენ. უბრალოდ ჩატოვებენ. უშენს, აი ეს ძალიან შეცდომა. უბრალოდ ისეთი. Isevataciani roleplaying, team's good. Obiegate თავის საქმეს, ზოეთ გას მარტო ბოტლენის, პუტინის ბოტლენის წინააღმდეგ. აი აქ შეიძლება ძალიან დიდი გიჩვენო. უბრალოდ ბოტლენზე ზალია ლულუარი ჯოჯოხეთი კომბო. ტოპზე რა ხდება, ძალიან გადავიდეთ არის. გველესთელ. ტოპზე იგებს ერთ თიმი. იგებს ლასტი გოლი, 1000 გოლიან. ძალიან არ რეკომენდებული ფაიტი ვიჟენი არ აქვს თუ აქვს განიციანი ძალიან ასაკეთებს რეკომენდებული არ აქვს ქონიათ ყოველ შეიძლება საერთოდ თავებს აქვს აი აქ დავენ ამიტომ ესე იგი დახარჯა უთი ეკარიმა და განსაკუთრებით სხვა დაივსითხავს აი ლულუარი გამარჯვების ლულუ არის ავარდოთ გამარჯვების ძალიან დიდი წინაპირობა ბლუ თიმისთვის თუნდაც რომ ეს ჩემპიონი ხდება გადავჭით არაფერი ნერვიულე ცოტაზე ვიცი რაც მოხდა ეგ არაფერი პანიკსულტი, ოკეი. ესე იგი, ერთი მიზო 1000 გოლით იგებს. ჯერჯერობით წინა თამაშებში 5-13 სეკუნდი იყო ხოლმე 1000-იანია, რა ხდება, საინტერესოა. კინაკამ მოგვესოე. გაუჩეს განზეი ძალიან თორს. ზოე სუჭის თამაში შემოსვლა, იმიტომ რომ თელსი არ აქვს, ელოდება ნამის შემდეგ კილს. აჰა. სადგა და ფენსი გამოიყენა. კობერიტო. ადა ზოე არაფერზე თვითონ არაფერს გაკეთება. ეხლა ინფორმაცია წამოიღო უბრალოდ მოწინააღმდეგეზე და ჯერ გოლი დაინახა სადარმა გაუწო ინფორმაცია ყველა განჩენზე ძალიან საინტერესო იყო და დრეიკი. ესე იგი, აი ამ თამაში ლუკიმა აიღო ჰერალდი სავარაუდოდ აიღო დრეიკი. First tower სამაგიეროდ დაკარგა და გოლში სხვაობა არის 1500. ის 2000 დრეიკი აღებულია და ამხარად დაიმობრება. გააფრეშა. და გადარჩება ვერ გადარჩა. ბრავო, მაგრაბულინგებეს სხვათა შორის გარეს, რომელსაც თამაშობს დოლჩე. მადლობა აკაკი შეასწრის. მასტერა ისივით ფარმავს ჯანს. გააკ ორი კემპი ერთდროულად. შუაინრო თამაშობს ორივე თიმი, გოლდის სხვაობა არის 1000 რა კარგად თამაშა აკარი. ვერა. ოფო მაინც არ არის ვერ დაეხმარა კობერიკო, მაგრამ მაინც მონტაკარი არაჩვეულებრივ. მონტაკარია მასტერა ბოდის. მონტაკარი მეტყვი. კენზეი და რადგან დიდად ეს თამაშობს ხოლმე. კარგი მასტერა რომ დასადაიკავს. Yes. მასტერა თამაშობს ფენომენალურად. გოლში სხვაობა შემცირდა 500-600 გოლზე სხვათა შორის.
რაც იშვეულოვანი ამ ტურნირის ფინალის წილში, აი აქ გაინდა გონი სოემ და გადარჩა შეულებრივად იტავს აქ. უდი არა. აქ და ვერ გამოიყენა. გადარჩა. აი რეტიმა სადაც რენ სინერი თამაშობს იქ ხშირ შემთხვევაში ფაითებს იგავდნენ. სადაც ის არ არის, თითქოს დაგებდნენ, თუმცა ბოდიშს მოვიხდი და გავიხსენებ ტოპს, სადაც უკვე პოპი უპრობლემოდ უგებს გარეთ. აჰა, ბოდში ჩავიდნენ. ვერაფერი ვერ ხდეს. შევა, უეჭველი შევა, აკალი. აქ უეჭველი გადავიდა. სადაც ბრავო, ერთი კი, ორი კი. ჰა? シャットダウン მასტერა რა ხაკარი ბოდიში. ჰა? გავიცი ცოტას მეგობრებო ბოდიში ვიხდი, მასტერა შედის თავის ცხენით და კლაუს მენსინე. განსაკუთრებით შემოვალ მენსინეს. მოკლა თამაში და ფინალში განსაკუთრებით 1500-იანი გოლი სერვერში. რადგან მიუხედავად ამისა, Blue Teams აქვს პირველი Infernal Drake. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხამობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჯერმე უკვე მოკლა. მაინც დააგეხა ეს მომენტი, შეიტანის უკვე ეს იყო რაღაცა მე ვიცოდი ძალიან გაუწყვილებელი. და ფამილიის მიდლეინის და გამოვიდა Blue Teams 5-ვე ერთის წევრი იყო მიდლეინზე. საბოლოო ჯამში თავერი გაიცვალა გარენში და Gold Lead-ი დავიდა 3-3. ჩვენ რო თამაშობთ კობერიტო თავისით ფეიცე გარენს გამო წააგებენ. ძალიან საინტერესოა. არავინ არ იცის პრო. არავინ არ იცის გარენ სპლიტ პუში შეიძლება რამდენ გააკეთო. გამაზამასტერამ გავწიო. ჩვენ იმაზე რომ კომპიუტერი ზოგადად ეკაიმზე. ძალიან პრედიქტიბული. კოპის თავი დარჩა ბლუს გასატანი. ეგ გააცი მაგრამ ის გაფმეჯინება. თურმე საინტერესოა მოხდა ამ თამაში. 6-9 გოლდში სხვაობა არაფერი 700-800 გოლდი არის და შეიძლება იყოს ფინალის ბოლო თამაში. მე ვფიქრობ დაძაბულს და საინტერესოს ველოდებით. მოდი ერთი წამით და ამოწიოთ აბა ისინი ბილდები. ნახოთ რა ხდება გარეს აქ ხარსტილი 3000 გოლდი დაგებს გარენ აი დამბლივად გარენს გამოშვება წაგონ თამაში. მიძე თანაბარია ბოძე 2000 გოლდი იგებს ზაია და ეგ რა ჯანქსიას თანაბარი არის. всё შეგვიძლია დავმალოთ ჩვენი ისინი რა ქვია ბილდები. აი ეგ არის გაგრას პროექტი. ყოველდღე მოგეცემა მომე. თავზე ბილდები მოგან მე გავხდება. მოგვა. აი აქ დაიჭირეს ოპი და ფუსკიმი მეგონი გადავებს უეჭველი არანაირად ძალიან კანდიდატებს აი აქ ოპი დაიჭირა ქეო ფუსკიმის გოლს. გამოსწორდა ცოტა კამერა. ეგ ფუსკიმა უბრალოდ იმიტომ რომ გადაწყვეტა ოპის მოყვავენ რომელიც აგერა არაფერში განსაკუთრებულში არ ჭირდებოდა მაგის სიკვდილი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როცა ნახევარ ტიმში ეწირებოდა მას. Yes, რენი აგებს 2-0-ს. ერთი მაგათ არ შეიძლება და გოლს სხვაობა არ გაქვს. საინტერესოა კობერტო მაგასტანა. ისევ დავიდა 1000 გოლდამდე სხვაობა მე ხო ჩემო როგორი პინგ-პონგი არის. რამხელა ამჯერა ეს დააბეთეს აქ იმ პოპ დააბეთეს ამ პოპერ დაუბეთებინა ზემოთ ნახოთ რა ხდება.
ხბერტო ნამდვილად საინტერესო არის დავიდა ფაისიდან დაიჭირეს ნახეთ ვერყვა Black Cleaver მეგობრებო Black Cleaver-ი არ აქვს არაქს ავარაუდოთ ისვრიდან და ვერაფერს ვერ ვშობიან პოპის გას ეს პოპიან ინფორმაციაზე დავნახავთ გარემიან მიაწესი ანუ ძალიან უკან არის გარენი მე-12 მე-11 ესე იგი ისე პროცესის სხვა ასევე ერთი ლეველი შეიძლება სულ მაგათანებს ძალიან მაგარ თამაშობს მასტერას ჰეკარიმი მასტერათი არის აქ გაიჭირეს გარემი საკმაოდ ძალიან უზრუნველყოფილი არაფერი აღარ აკეთება ეხავე ვაგრძელებ სტრიმინგს, ესე იგი მე კამერას ახალ მე გავაკონტროლებ, მეგობრებო, რა ხდება მიდზე. ოკეი, გარემი, პოპი. ისევ არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ესე იგი ბარონზე მიდის ცოტათი მობილიზება. ერთი დრეიკი სინამდვილე. აი ეს, ბარო, ბრო, როგორ ახალ მეგობრებო? ესე იგი Karen, სავარაუდოდ ჩაკავდნენ. გაუწეს კარენზე და ეს შეიძლება სავალო აღმოჩნდეს. ეკარი შედის ბეკლაინზე. ვერავაშოტა შნამის. გაიტირეს ეკარი არა გამოდის ეკარი. ბრავო, მაგრამ თამაშობ საკო მეგობრებო. ძალიან დაძაბული თამაში. აი აქ ზაია რასაშინელება არის. ზაია ლულუ სასაულო თამაშობენ. კობერტოს არ აქვს ფლეში, თუმცა ძალიან კარგად თამაშობს ისიც. შეიძლება თითქოსო დაიჭირა, მაგრამ არადანე საფრთხე გაიცა პოპი. აუ ჯანგლეთ თუ არა ბაი სოციალიერი გარენციო გააცნობს ცოტა ხანი გაიყვანოს რო არ აქვს არანაირი ვიჟენი გამოდიან ბარონს შეეშეთ ძალიან კარგად გაიჭირეს თითქოს ვაის მაგრამ აქ შეიძლება გაიტეს ბოლოს და ბაი უკან მუაკ ბარონი როცა ის კლუბოს ხუთი თუ დაიღო შედის ბეკლაინზე ბაი და საუბრობთ აუცილებლად ის მოკვდება ბრავო ძალიან მაგარი ფაიტი იყო ძალიან მაგარი ექსჩეინჯი იყო ძალიან მაგარი გამაზვა იყო უტები ძალიან მაგარი გამაზვა იყო მაკროში რაღაც შეცდომები დაიშვა თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის red team-ი უკვე გოლდში მიუხედავად იმისა რომ ბარონი აგებს red team-ი გოლდში აგებს და ეს არის 400-იანი იგებს უბრალოდ 400-იანი აჰა ნეო წინ წავიდნენ 1000-იანი გოლდით ისევ შეინარჩუნეს და მე-14 chill game-ი მიდის yes 블루チームのタワーが破壊された。아하, 블루 팀은 가이드는 타워에게 ძალიან საინტერესო არის. გოლში სხვაობა არის 1000, ბარონი გავა, რამე ხანში გავა ბარონი, როგორ გავიგო? თუ გავიდა უკვე. არ გასულა. არ გასულა ბარონი, როგორ ნახო ბარონი როდის გავა? ნამდვილად chill game მიდის, ჩემპიონი უნდა შემოუშვა. game is ნამდვილად. ვაიმე, პატარა იუმი მოვიდა სტრიმზე. შენ პატარა პიტონე, ეგრეთიც უკვე უთმობენ ბრეიქს. რადგან ბარონი მაგას აქვს დაფუძნილი თითქოს ორი მესამე რა ხდება პროპლეინზე. დაიჭერს თითქოს აქ პოპი, მაგრამ აზრი არა აქ პოპისთან ჯგუფს. პოპის აქ 13 ლეველი. ვერაფერია. ხო, პატარა პიტონე პატარა ტურნირის სტრიმი მიდის. აი აქ ჩატოვეს ვინმე თუ არა, არავინ ჩავტოვებიათ. ნამდვილად გაიწე ცენზურა პოტენი ძალიან ფიჟიბით ოპზე სამი ეჭუბება პოპით მაგრამ არაფერი არ მოდის და სიგიჟია მეგობრებო გაიცან თავერი აზრია ნახეთ რა სიგიჟია ფიქრობ ეს ბოლი დაიგაა პოპი როგორ მოკლება აი ეს როგორც იქნა პოპი მოკლეს ორი თავერის ხარჯზე მაგრამ ეხა პოპი არ აქვს და სავარაუდოდ რასაკეთებ პატაპისო რაო მოდიშებდი კამერას დავუყრებ თავის ადგილზე ხო გადი ეხა ამას ვა ფლეში უკვე მოუთმენ ლოგიკან არის აი აქ ჩატოვეს სოე
ხო, რატომ მოგინატრე ეს რა? ვერ უყურე, ვიზო გაიწია. ახლა საყვარელია. გავასწოროთ კამერა ისევ კიდევ ერთხელ, რატო ვასწორდება თავისით. ოკეი, ნამი. ზარი არის გადავიდეთ ინსენზე. გოლში სხვაობა ისევ თანაბარია მეგობრებო ამ ბარონის შემდეგ. შემდეგი ობიექტივი მაგრამ ნახეთ რომ უკვდავი ვინც არის ამ თამაში ჯერჯერობით არის აჰა შემდეგ თავად გავიდა ეს თავად გავიდა არანამდე ბიუდა ფერფექტ გასცენოთ მარტო დაუში აჰა ოკო სამკო ე გამოიდა წავიდა ფაიტი ერთი წამია გბილდებნა ჩავკეცო ბოდიშვიცით გბილდებნა ჩავკეცო რა ხდება სასწაულია ესე იგი ერთი ეგრევე გარენ დეში ფლეში ესე იგი არჩევის ვერანაირად ოპი თუმცა ზაია ეგრევე სტოპოში მოკვდა საპორტი მოკვდა მოკვდა AD კერი და ბლუთიმა მოიგო ეს ფაიტი ესე იგი ეგრევე უკან დახტება ის მოკვდა ვაი ესე იგი ბარონი არის ბლუთიმი რასიძახით მეგობრებო სუპერჩიკო და ამით მეგობრებო დამთავრდა მე მგონი ჩვენი ფინალი ჩვენი ცდილობს რაც შეუძლია მაგრამ თავდება მე მგონი ჩვენი ფინალი მეგობრებო აი აქ პოპის დაახდნენ მაგრამ არა ჯერ შასი კიდე მაინც არსებობს აქ გავა ელდერით და ბარონ ელდერით გააგზავნეთ ბლუთიმის თამაში აი აქ ძალიან უნდა გაიგოს უკვე ბლუთიმა არა ბრო ათა დაახვიდეთ მეგობრებო 5 წუთი მე ამას ვერ მივიღებ მეგობრებო არა სუპერჩიკო ბრო შედარჩი ეს სუპერ კოპერო სახსა ვერაფერს ვერ მივაქცია ყურადღება მაგრამ ჩემპიონატი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დღეს რაც უდაუარი ნამდვილად ძალიან საინტერესო თამაში წავიდა და ესე იგი ბარონი აი აქ ელდერი აი აქ ჩანს მაგრამ ბარონის ბაფი ასე დარჩა სამნახაში გადის ესე იგი ბარონით და ელდერით თუშავს ბლუ ტიმი აი აქ მოსმინება მარტებს რედ ტიმს ვერ განახევთ მეგობრებო ბილდებს ცოტა ხანი იმიტომ რომ მარტო ვარ და ძალიან მიჭირს უჰოიმე რაო ბიჭო რაო გადი გვაჭადე რა ვერ ახსოვსო ბლუთიმი ვერ ვახტოვდება ეგრევე შევიდა მასტერა და აბაშოტებს საპორტს გარენის საწინააღმდეგო ორი არის ასული და მგონი აი აქ მიდიან ეგრევე მიდიან ჯანგლერის მოსაკლავად 1 კილი 2 კილი და აი აქ თავდება სავარაუდოდ თამაში ამჯერა მოკვდა 1 მოკვდა 2 ახე პოპიჩო თამაშთან გაიყვანოს მაგრამ სამი ტიმეიტი მკვდარი არის ბარონი წავიდა გარენ დასაკეთებ პრო ურტკი გარენ პრო თავდება თამაში ამჯერა და რენსინერმა ჩემპიონატი წააგო ამჯერა მეგობრებო უზარმაზარი აფსეტი მოხდა ამ თამაში ბრავო 3-0 მეგობრებო აქ საქმე მეტი არაფინალი არის და პირადად ჩემი პატარა პისუნია არის TikTok ეკრანებზე. ბრავო მასტერას, ბრავო ვულოცავ თიმს რომელმაც მოიგო ეს ჩემპიონატი დოლჩე მასტერა კობერიტო რეზასი ჰიპნოზი. ბრავო მეგობრებო სამწუხარო სიფულ მეისტერ ვონტი თაკარი რენსინერ ციკა და მამუ ჩვენი უნდა ითამაშეთ მეგობრებო პირველი ორი თამაში თუმცა აი აქ მე მგონი ორმა აფსეტმა გადაწყვეტა ნერვების თამაშმა გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ფინალისტი და ჩემპიონატის უდავო ფავორიტი და უდავო ფინალისტი და უდავო ჩემპიონი დოლჩეს თიმ ეგ არის და ეგ შემდეგი ტურნირის დაანონსება ალბათ ჯერ ძალიან ადრე მაგრამ ყოველ ორ კვირაში ტარდება საქსში ყოველ ორ კვირაში ტარდება ტურნირი და დაუჯოინდით ამ გილდს რომ მიიღოთ მოწინააღმდეგე უბრალოდ უყურებთ ხოლმე ყურებას შეძლებთ Discord-ზე მინიმუმ თუ არა და ხანდახან შეიძლება ჩემს სტრიმზეც გამოჩნდეს ეს ჩემპიონატი ძალიან მაგარი იყო მეგობრებო უღმესი მადლობა საპორტისთვის ლაიქებისთვის ფოლოუებისთვის და გიფტებისთვის ყველაზე დიდი მადლობა რა თქმა უნდა გიორგი ჭანიას რომელმაც ცალსახად მარტომ დააფინანსა ჩვენი ეს ტურნირის ჩემპიონატის ფინალი პატარა ბიჟუნია რა საკეთებს და დროებით უნდა დაგემშვიდობოთ
ამჯერად ესეთი საინტერესო განვითარებით მთელი თამაში თითქოს ცოტათი იგებდა Red Team-ი, მაგრამ სულ ბოლოში მოიგო Blue Team-მა და ბრავო ულოცოთ მას მათ ესეთ მშვენიერ გამარჯვებას.